როდესაც უყურებ ხოლმე ადამიანს, რომელიც იტანჯება უმძიმესი დაავადებით, ან მისი შედეგებით და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ერთი პატარა ჩხლეტა ამ ადამიანს გადაარჩენდა, ძალიან ცუდი შეგრძნებაა. აუცილებელი რომ დაატოვო და პირისპირ დაატოვო ამ მძიმე ინფექციების წინაშე, ამ ინფექციამ შეიძლება უმძიმესი და გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. შესაძლებელია, რომ რამდენიმე ტიპის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს. აუცილებლად ბავშვთან ნამდვილად 7-8ჯერ და ზოგჯერ უფრო მეტჯერ რთულად მიმდინარეობს დაავადება, ვიდრე აცილთან. ამ პოსტის ქვეშაც წამოვა წყევლა, მიწაში ჩადება. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია, ტრადიციულად გიბრუნდებით ახალი პოდკასტით. როგორც დასაწყისში გითხარით, ჩვენ გვეყოლება ხოლმე სტუმრებიც და დღეს ჩვენი სტუმარია ქალბატონი ლალი ჯანაშია, ბევრი ბავშვის და მშობლის იმედი, პედიატრი. დიდი მადლობა ქალბატონ ლალი, რომ შემოგვიერთდით. ჩვენი პოდკასტის სპონსორია კლინიკა ნეოლაბი. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, ეს არის ვაქცინები. თითქოს ყველასთვის ნაცნობი, რაღაცნაირად ბევრჯერ ვლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ მაინც ეს ის თემაა, რომელზეც ყოველთვის ძალიან ბევრჯერ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მაინც უამრავი პრობლემა გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაქცინები არის მედიცინის შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი მონაპოვარი. ვაქცინებზე მოდის მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლე და ამის მიუხედავად მაინც არიან ადამიანები, რომლებიც რატომღაც სხვადასხვა ახირების, ანგარების თუ არ ვიცი, ბევრი რამის გამო ებრძვიან ვაქცინებს და სხვა ადამიანებზე გავლენას ახდენენ და ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებენ, შედეგად აუცრელი ბავშვები და უამრავი უმძიმესი დაავადება. მე ინფექციონისტი ვარ და როდესაც უყურებ ხოლმე ადამიანს, რომელიც იტანჯება უმძიმესი დაავადებით, ან მისი შედეგებით და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ერთი პატარა ჩხლეტა ამ ადამიანს გადაარჩენდა, ძალიან ცუდი შეგრძნებაა. ეხლა ჩვენ არ გვაქვს უფლება პაციენტებს ვედაოთ და გაუბრაზდეთ მათზე, მაგრამ გულში მართლა ძალიან მძიმეა ხოლმე. ეს განსაკუთრებით თუ პასუხისმგებელია მშობელი, რომელმაც იმიტომ რომ მოусმინა მეზობელს ან ვიღაცას და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი შვილისთვის ეს საუკეთესო დაცვა არ ეჩუქებინა, აი ამ მშობლის კისერზეა ამ დროს ბავშვის ტანჯვა და მთელი ცხოვრება ზოგჯერ უმძიმესი ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ ვილაპარაკებთ ასევე მითებზე, რომელიც ვაქცინასა და აუტიზმს შეეხება და იმ ამბავზე, რომელმაც ეს მითები გამოიწვია, სრულიად სკანდალურ ამბავზე. ვილაპარაკებთ ახალ ტექნოლოგიებზე ვაქცინების და უამრავ საინტერესო თემაზე. ქალბატონ ლალი, პირდაპირ თქვენთან გადმოვალ, თქვენ ხართ პედიატრი, ყოველდღე გაქვთ უამრავ ბავშვთან კონტაქტი და აი რომ გითხრათ აუცილებლ ბავშვებთან დაკავშირებით, აი რა მაგალითები გაქვთ თქვენს პრაქტიკაში? მოგესალმებით, პირველ რიგში ჩემს ძალიან დიდი პატივია რომ ვიყო ამ გადაცემის მონაწილე, მე გადავნებთ თვალს და ძალიან დიდი ინფორმაციული, ასე ვთქვათ, შევსება ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ყველა თქვენი კოლეგის ცხოვრებაში, ჩემი დიდი პატივისცემა პირადად თქვენ ვცდილობ, რომ სოციალურ ქსელში გითხრათ, მაგრამ არ მინახავს ადამიანი, რომელსაც შემოქმედება და პროფესია ესე კარგად გამოსდიოდეს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, რომ შეგიძლიათ ამ ხელს სიამოვნება მოგვანიჭოთ არა მარტო კოლეგებს, არამედ ზოგადად საზოგადოებას. რაც შეეხება იმ პირველივე ფრაზებში იმდენი რამე თქვით, რომ მე მართლა ჭეშმარიტად ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ვერ გამოვხატავთ, ის ფრაზი მაინც სულ მიღნის გულს, როგორ შეიძლება, რომ მშობელმა, რომელმაც ზუსტად იცის, კარგად ახსენით, რომ ერთი ჩხლეტით შეეძლო მისი შვილი გართულებებისგან დაეცვა და თავიდან აერიდებინა, მინიმუმ ჰოსპიტალიზაცია და სამწუხაროდ არის ფატალური შედეგები, რომელთა არიდება მართლა შესაძლებელი იქნებოდა და ამაზე არ მიდის, ეს ჩემთვის არის დღემდე აუხსნელი. აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვა, ახლა თქვენ ჩემზე კარგად იცით და თქვენ იცით ასევე, რომ კლინიკა ნეოლაბი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფი პასუხი გაუგზეს ექიმებს ბავშვთა ინფექციების მარკერების მეშვეობით. ნამდვილად გვაქვს თუ არა საქმე იმ კონკრეტულ ინფექციებთან, რომლებსგანაც თავი შეიძლება მშობელმა და საკუთარი შვილი დაიცვას ამ ვაქცინებით, აუცილებლად უნდა გაუსვა ხაზი ყივანახველას გახშირებულ შემთხვევებს. უკანასკნელი ნახევარი წელია ხალხურ კოშმარში ვცხოვრობთ, ნამდვილ კოშმარში. ვერ გავამტყუნებ, რა თქმა უნდა, იმ მშობელს, როცა სამწუხაროდ 2 თვემდე, 3 თვემდე ასაკში ფიქსირდება ყივანახველას შემთხვევები, იმიტომ რომ ფაქტიურად გეგმიური ვაქცინაციის კალენდარი მოგეხსენებათ სამშობიარო სახლის მერე პირველად 60 კალენდარულ დღეზე იწყება და თუ ამ პაციენტების უფროსი და-ძმა ან მათი რომელიმე ახლობელი არის ავად ყივანახველათი, მას შეუძლია დაინფიციროს, იმიტომ რომ ეს არის საოცრად კონტაგიოზური
ინფექციური დაავადება, რომელიც ძალიან ადვილად აავადებს ახლო კონტაქტში მყოფ პირს. ამიტომ დანარჩენი სხვა ასაკი, რომელსაც უკვე ეკუთვნოდა მინიმუმ ერთხელ მაინც ყოფილიყო ვაქცინირებული ტივანახოლაზე, აბსოლუტურად არის მხრებზე მშობლების. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ განსაკუთრებით რეგიონებში მაქვს პრობლემა, როდესაც გარკვეული ჯგუფი ექიმები სისხლობენ თავს, ფრთხილობენ თუ არის თუნდაც ატოპურ დერმატიტზე მომისმენია, რომ სანამ ეს ატოპური დერმატიტი არ გაივლის, რომელიც არის ბანალური ახალშობილთა აკნე და საერთოდ არაფერი შეხება ამ დიდ დიაგნოზთან, რომელიც არის ატოპური დერმატიტი და რეალურად უღრანი ტყია და უამრავი ჩვენი კოლეგა ებრძვის ამ პრობლემას, ასეთ შემთხვევებშიც კი უარს ეუბნებიან და მე როგორც კონსულტანტს, როცა ჩავსულა რეგიონში, ფორმა 100 გამიცია ოფიციალური დოკუმენტი, რომ ამ პაციენტს არ აქვს უკუჩვენება და კატეგორიული პასუხისმგებლობა დამეყენებია ეგრეთ წოდებული უბნის პედიატრის. კი, აი 10-ზე მინდა მივაბა მე რომ რატომ, ანუ ნაწილი როცა მშობლის ვალდებულება და მშობლის მხრებზე დგას ის მართლა პასუხისმგებლობა, როცა თვითონ აცხადებს უარს რაღაცა 1000 გვარი ყურით მოთრეული მითებით და უამრავი სოციალური ჯგუფი, რომელიც ერთმანეთს უზიარებს გამოცდილებას, რომ აი მანარაც რა და მშვენივრად არიან და ესაც რა ამას იწევს, იმას იწევს, ამაზე ალბათ მე გავახმავთ მსჯელობას მე ვისაუბროთ. მე ამ ეტაპზე მინდა ვთქვა, რომ რატომ ვაქცინაციის რა ხელი შემშლელი პირობები შეიძლება არსებობდეს, რომ ეს ბავშვები არ იყვნენ ვაქცინირებულები. აი რაშია საქმე უყურე, არის ატოპურ დერმატიტად მონათლული ახალშობილთა აკნე. თუნდაც იყოს ატოპური დერმატიტი, დაუშვათ ეს დიაგნოზიც გვეჭიროს, ხო? სუბუქის სურდო, შესაძლებელია ოდნავ შეცვლილი ხმის ტემპრი, თუ ეს მიმდინარეობს ტემპერატურული რეაქციის გარეშე. როდესაც არის პარაკლინიკური საშუალება მინიმუმ ერთი სისხლის საერთო ანალიზი გააკეთო, სადაც რეალურად შეხედო, რომ პერიფერიულ სისხლში არის აბსოლუტური მშვიდობა, შეიძლება იყოს მსუბუქი ჰიპერემია. სასის ეს არ არის ჩვენება იმის, რომ პაციენტს უთხრა, რომ თქვენ მე დღეს ვერ აღწრით და კიდევ მოვიცადოთ 1 კვირა ან 2 კვირა, მით უმეტეს ამ სიტუაციაში, როცა უკანასკნელი ნახევარი წელია ვინმე ბავშვის კალენდარია დარღვეული მაგის. უამრავი დარღვეული კალენდარია, ჩვენ ყავს ძალიან გამოცდილი იმუნოლოგი, რომელიც ჩვენს გვერდით მუშაობს ჩვენს კლინიკაში და წუხვართ არ ქვია ჩვენი დაწყება სამსახურის დღის და დასრულება სულ მიდის ამით, რომ რა ეშველება აი ამ მსჯელობას და აი ამ დამოკიდებულებას. პრაქტიკულად კალენდარი დაცული არის ჩემი ერთი ექიმის სტატისტიკა რო გავაკეთო, საშუალოდ 16-დან 25%-მდე და რეგიონში კიდევ უფრო მეტად არ არის ეს დაცული, თითქმის არავინ არ იწყობს, მე მყავს ახლა ძალიან პაწაწინა დიშვილი, რომელსაც აი თამამად ვაცხადებდა მსმენელი მერე იტყვის ალბათ, ხო, ტყუილს ხო არ ვაპატიებს, რომ ზუსტად 2 თვე შეუსრულდა თუ არა, მეორე დღეს მოვიდა ჩვენთან კლინიკაში, აიცრა და ამის შემდეგ 30+2-3 დღე აი ესე მაქსიმუმ შეიძლება ქონდეს გადაცილება, ისეა ვაქცინირებული სულ. არა და ერთხელ რო ამოვარდება ბავშვი კალენდრი და მერე უკვე ძალიან რთულია. მშობელი თავს ვერ აბამს და ხო, ვერ აბამს, მერე გადადებს, ამის მერე გავაკეთებ და უყურეთ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება აქ მოხდეს. როდესაც მას უკვე 1 წელზე გასაკეთებელ ვაქცინაციაზე მოყავს მისი შვილი, რომელიც უკვე 18 თვეზე მეტის არის, მას რეალურად არ ესმის, რომ შესაძლებელია ერთდროულად გაკეთდეს ეს ვაქცინა, ჯერ ერთი ვაქცინის ეშინია და რომ მეუბნები, რომ კიდევ ამასაც ერთად გავაკეთებ, იქ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, რომ ამან ეს ერთად გააკეთოს. ამასობაში მან შეიძლება გააკეთოს 1 წელზე, ან თვითონ აირჩიოს და უპირატესობა მიანიჭოს, რომ მოდი მე 18-ზე რაც უნდა გაკეთებულიყო, იმას გავაკეთებ და წითელ ესე მეშინია, იმიტომ რომ მაგალითად ტრამპი ამბობს, რომ წითელას გამო შეიძლება ადამიანი გახდეს აუტისტი, ეს კიდე ცალკე და გლობალური თემა და უბედურება ჩვენი სამყაროსი რეალურად, მაგრამ ეს უკვე იწვევს იმას, რომ კალენდარი პრაქტიკულად სრულად დარღვეული ხდება. ეს ხომ არ არის ადამიანებს, სულ ყველაფერს დაანებეთ თავი. აი, აიღეთ პატივცემულო მშობლებო, ეზოში თამაში ელემენტალურად. როცა თქვენი აუცრელი შვილი შეიძლება დაეცეს და ღია ჭრილობაში მოხდეს მიწასთან ერთად ნებისმიერი დაკიფაროთ ღმერთმა, მაგრამ ანაერობულის გარდა ის კონკრეტული გამომწვევები, რომელზეც შეგეძლოთ შვილი ვაქცინირებული ყოლოდათ და ის გართულება არ ქონოდათ. ან რამდენჯერ ყოფილა თქვენთვისაც მომმართოთ ქალბატონო მაია დამერწმუნებით, რომ გააჩხაპნა კატამან, უკბინა კატამან, რაღაცა მოხდა და მერე დარბიან, რომ იცით რა მე ეს ვაქცინა გამოტოვებული მქონდა, ეხლა მთხოვენ რომ ანტირაბილთან ერთად აუცილებლად გავიკეთო ეს. რატომ უნდა დავაყენოთ ეს საკითხი? სულ უკანა დროში გადავიდეთ მაგალითად. გახსოვთ ხო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენი იწერება ამაზე, რა უბედურება ხდებოდა პოლიომიელიტთან დაკავშირებით. რამეს დააკლებდა ვინმე მაგალითად საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც სავარძელში შეეჯდა პოლიომიელიტის დიაგნოზის გამო. ანუ არ მესმის, როცა ეს ნათელი, ცოცხალი მაგალითები გაქვს. მე მართლა არ მესმის, როგორ შეიძლება რომ ამაზე არ წახვიდე და ყვავილის უბედურება ავიღოთ, ხო?
შესაძლებელია რომ რა თქმა უნდა ჩუტყავილა არ არის ის ვერსია რომელ ვერსიაზეც ვლაპარაკობ და რომელმაც სამყაროს ლამის მესამედი შეიწირა მაგრამ როცა შენ იცი რომ გიხსნით ყოველდღე გელაპარაკებით რომ ეს მიეკუთვნება ჰერპესების ჯგუფს რომელმაც შეიძლება უამრავი გართულება გამოიწვიოს და შენ სახელმწიფო რომელმაც უკვე იცი რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში წაგულეკა ჩუტყავილამ და ვფიქრობ რომ COVID მოცემულობამ იმუნური პასუხით შეცვალა ალბათ ჩვენი პატარების და ჩვენი საზოგადოების გადააწყო COVID-თან ბრძოლაში ისე რომ იმ ბანალურ საბავშვთა ინფექციებთან ბრძოლა შეიძლება სხვანაირად წავიდა ესეთი გართულებული ჩუტყავილები ვისახსოვს ისე გაივლიდა პაციენტის ჩუტყავილა რომ ექიმთანაც არ მოდიოდა კალენდარში თომ არ შეიტანთ ბატონებო ვინც ახლა გვისმენთ და ვისაც ხელგეწიფებათ იმაში მაინც მოგეხმარეთ რომ კომერციულმა სექტორმა რაღაცნაირად შეძლოს რომ ეს ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი მისთვის მაინც ვინც შეძლებს და მოაგვარებს იმიტომ რომ თუნდაც 100-დან 10 რომ იქნება ვაქცინირებული ეს ხომ გავრცელების რისკს მაინც შეამცირებდა წარმოუდგენელი ერთი მანკიერი პრაქტიკა არაუშავს გადაიტანოს აი ეს არის უბრალოდ სპეციალურად მიყავთ მე რეგიონში საოცრებებს ვისმენ აი ჩემს მულიშვილს აქვს და მე წავიყვან ბარემ რომ აი რაც უფრო პატარა მოიხდის რას ნიშნავს ხალხო ეს არის საოცარი მძიმედ მიმდინარე ინფექცია რომელმაც შეიძლება თუ იქ იმუნურ ძალებს უჭირთ თუ პაციენტს აქვს დამხლები რამე ესეთი ქრონიკული დაავადება შესაძლებელია უმძიმესი მენინგოენცეფალიტების გართულებით დაამთავროს ეს წარმოუდგენელია ჯერ ვიზუალურად ეს ყველაფერი ისეთი შესახედია რატომ უნდა გინდოდეს რომ შენი შვილის კანმა განიცადოს აი ამ ხელა დარტყმა ამ გამონაკლით და მეორე წარმოუდგენელი მე გზადაგზა რაც გამოჩნდება რაც მახსენდება ვთილობ არ გამოჩეს ეს წარმოუდგენელი მანკიერი პრაქტიკა ბრილიანტის მწვანით ამის დამუშავების ეს საოცრად გაფერადებული ბავშვები ერთ-ერთ რეგიონალურ საავადმყოფოში იმ ფოტოს აუცილებლად ჩაგიგდებთ თქვენ ეს ინფექციონისტმა უნდა ნახოთ ჩემი პაციენტის დედა მომიყვარო მასე ხელთათმანიანი ხელი ჩაყო ბრილიანტის მწვანიან პატარა თასში თირკმლისებურ თასში მედდამ და რახან ძალიან ბევრი გამონაყარი ქონდა ამ ჩემი პაციენტის დედას მთლიანად გადაუსა სახეზე არ შემიძლია რომ მე ეს ფოტო სახსეურად არ მოგცეთ აუცილებლად. ამიტომ ბევრი რაღაც კითხვა გაჩნდება და რამე რომ არ გამომჩეს ამ ნაწილში ამას ვიტყვი რომ აუცრელ ბავშვებთან მე კონკრეტულად ერთი ექიმი ვამბობ რომ უკანასკნელ ორ თვეში კონკრეტულად კლინიკა ნეოლაბის უგდიდისა და თბილისის ფილიალებში გაგზავნილი 24 საკვლევი მასალიდან 17 მასალა დადასტურდა ვლაპარაკობ მწვავე ფორმაზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აქედან 4 პაციენტი იყო ყივანახველა, აქედან 4 პაციენტი იყო აუცრელი, იმ 3 აუცრელ პაციენტს, რომელსაც ახლა ვლაპარაკობ, 3-ვე აუცრელ პაციენტში წავიდა პნევმონია. რა თქმა უნდა, წავიდა ჰილუსის ინფილტრაციით, კიდევ კარგი მადლობა ღმერთს და მადლობა იმას, რომ მშობელმა დროულად მაინც მოახდინა იმის, რომ პედიატრთან მოვიდა, პედიატრმა იეჭვა და ადასტურა რენტგენოლოგიურად ნახა და ჩაერთო სპეციფიური განსაკუთრებით აქვე უნდა ვთქვა რომ აქაც ბევრი პრობლემაა რომ შემხედრია მე ეს შემთხვევები რომელიც შეიძლება არასწორად იმართოს ანტიბიოტიკოთერაპიითაც იმიტომ რომ არსებობს უშუალო პრეპარატები რომელიც ბევრად კარგად იმუშავებს ამაზე და არ არის აუცილებელი მხოლოდ მოდური და რაღაცა ყბადაღებული დაუშვათ ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი იქნას გამოყენებული ახლა ეს ამ ნაწილის თემა არ არის უბრალოდ ვამბობ რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო ყივანახველის გართულების მართვაშიც იმიტომ რომ აქ მთავარი ამოცანა ამ ბავშვის მდგომარეობის შემსუბუქებაა ინჰალაციათა მეტი წილი არც კი მუშაობს ამაზე, იმიტომ რომ აქ ძირითადად მაინც ხელის ცენტრის, აი ესე უხეშად რო ვთქვათ, კრიზის თემა გვაქვს და მაქსიმალურად უნდა გავანთავისუფლოთ სასუნთქი გზა და მივუშვათ, ესე ვთქვათ, ესევიან ეს ბავშვი ჰიპოქსიაშია, ისედაც უამრავი ადამიანი ესევა ცდილობენ კრიჭა გაუხსნან, ისედაც გამწვავებულ მდგომარეობაში თითი ჩაუყონ და რა 1000 რამე მესმის და ყველაფერი ეს არის ხალხო მითი. გაუნიავეთ, მოახდინეთ ოქსიგენაცია, მიუშვით ბავშვამდე ჰაერი. მთავარი ეს არის აუცილებლად ჩაისუნთქავს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ვერ ხდება ეს სწრაფი ჰაერის ჩასუნთქვა და ხედავთ, რომ ბავშვი ჰიპოქსია ხანგრძლივდება, უნდა მიმართოთ, რა მაშინ უნდა გამოიძახოთ 112 და შესაძლო დახმარება ყველა უნდა გამოიყენოთ, მაგრამ არ არის საჭირო ეს წარმოუდგენელი კრიჭის გახსნა, ისედაც თავისთავად, მაგრამ ნუ ყივანახველას დროს ისედაც ჰიპოქსია ეს ბავშვი გალურჯებული ღია პირით ცდილობს, რომ გული აირიოს, ამოიღოს მაინც ეს რაღაცა რაოდენობა წებოვანი სეკრეტი და ამ დროს იქით პირიქით აი ყოფთ ნუ წარმოუდგენელი ამიტომ ყველაფერ წვრილმაზე მინდა ვილაპარაკო იმიტომ რომ ჩვენ ხო გვისმენენ დედები ჩვენ
ერთი ნაწილია, რასაც ჩვენი კოლეგებისთვის მოვყვებით, მაგრამ მეორე ნაწილია თქვენ ისეთი ყურებადი და მოსმენადი გადაცემა გაქვთ, რომ აი ეს სრულმანი დეტალები მინდა ყველამ გაიგოს, იმიტომ რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან ეს ადამიანები. ერთმანეთს საოცარ რჩევებს აძლევენ, იქ ხან ჰორმონი გატეხე ჩაასხიდან დაწყებული, რა ვიცი, ხა უამრავ რამემდე, რომელიც მოყოლა ალბათ არ დამთავრდება აქ დილამდე. ამიტომ თავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად ბავშვთან ნამდვილად 7-8 ჯერ და ზოგჯერ უფრო მეტჯერ რთულად მიმდინარეობს დაავადება, ვიდრე აცილთან. იმის მტკიცებას ნამდვილად ვერ დავიწყებ, რომ ჩემი გამოკვლეულ პაციენტთა და დადასტურებულთა შორის არავინ არ იყო, რა თქმა უნდა, აცრილი, თუმცა პრაქტიკულად შემთხვევით მიგნებულის გარდა ამ ბავშვების მდგომარეობა ნამდვილად ბევრად სუფთად მიმდინარეობდა, ვიდრე აუცილებლად პაციენტებში. მადლობა ქალტოლალი, დავუბრუნდეთ ვაქცინებს ისევ და გია რომ გითხრა ვაქცინების ტიპები და საერთოდ იმუნური პასუხის ტიპებიც, მე ვაქცინების ტიპები რომ გავიაროთ. ხო, უფრო თქვათ ისე რომ შევხედოთ პრაქტიკული თვალსაზრისით რა არის მნიშვნელოვანი ტიპებთან დაკავშირებით, აი ორი დიდი ჯგუფია არის ცოცხალი ვაქცინები და არაცოცხალი ვაქცინები. ეს იმ თვალსაზრისით, რომ თუ კი მართლაც რაღაცა წინააღმდეგ ჩვენება არის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ეს არის იმუნური დეფიციტი, რომელიც საკმაოდ იშვიათად გვაქვს რეალურად ისეთი დეფიციტი, რომელიც კრძალავს გარკვეული ტიპის, მხოლოდ გარკვეული ტიპის ვაქცინების გამოყენებას და ეს არის ცოცხალი ვაქცინები. თუ კი გვყავს მაგალითად ბავშვი პირველადი ანუ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტით ან ძალიან იშვიათ დაავადებებთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე, თუმცა იგივე ეხება ასევე დასრულ ადამიანებსაც, როდესაც ადამიანი იტარებს გარკვეულ მკურნალობას, რომელიც აქვეითებს იმუნურ სისტემას. ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ ცოცხალ ვაქცინებზე და ეს არის მაგალითად წითელა წითურა ყბაყურას, იგივე ჩუტყოველაზე გვქონდა საუბარი. ხოლო დანარჩენი ვაქცინები პირიქით ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვაქცევთ ყურადღებას, მაგალითად გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ორმაგ დოზას ვნიშნავთ, მაგალითად იგივე HIV ინფიცირებულ ადამიანებში ან სხვა იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებში. ამ შემთხვევაში ესეთი აბსოლუტური უკუჩვენება ნამდვილად არ არის დანარჩენ ვაქცინებზე პირიქით, როგორც თქვი, ეს არის აი ესეთი დაყოფა, არის ასევე კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინები და ეს პანდემიის განმავლობაში ძალიან მწვავედ დაისვა ეს საკითხი, რომ უნდობლობა ძირითადად იყო ისეთ ვაქცინებზე, რომლებიც ახალი ტექნოლოგიით იყო დამზადებული. ეს არის მაგალითად RNM ტექნოლოგია, რიბონუკლეინის მჟავის შემცველი ვაქცინები და არის DNM, ანუ დეზოქსი რიბონუკლეინის მჟავის შემცველი ვაქცინები, რომლებიც უკვე სხვა შემთხვევაშიც, ამ უკანასკნელი შემთხვევაში სხვა ინფექციებზე უკვე იყო გამოყენებული, მაგალითად ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე იყო. სრულიად ახალი DNM ვაქცინებზე არ იყო, RNM ვაქცინები უკვე გამოიყენებოდა მაგალითად სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ექსპერიმენტული იყო რასაკვირველია უმრავლესობა, თუმცა კლინიკური გამოცდები ძალიან ბევრზე მიმდინარეობდა. ისე შეგაწყვეტინებდა კოვიდის ვაქცინებმა ბევრი ცუდი გააკეთა ანტივაქსერული მოძრაობის, ხო, იმიტომ რომ სხვა ვაქცინებზეც გადავიდა, მაგრამ კარგი ის გააკეთა, რომ ამ ტექნოლოგიებმა ძალიან ბევრი რამე დააჩქარა და ძალიან ბევრი იმედის მომცემი პერსპექტივები გაჩნდა ამ RNM ვაქცინების გამო. მათ შორის აი ახლა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დებატები მიდის ახალი ტიპის ვაქცინებზე სიმსივნის საწინააღმდეგოდ და შესაძლებელია, რომ რამდენიმე ტიპის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყოს, მაგალითად იგივე დიდ ბრიტანეთში უკვე მოხდა განცხადება, რომ დაიწყებენ ძალიან მალე ფართომასშტაბიან ვაქცინაციას, თუმცა დღესდღეობით ესეთი კლინიკური გამოცდები, კლინიკური კვლევები უკვე მიმდინარეობს და ზუსტად ამას მისცა ბიძგი იგივე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ესეთ ძალიან მაღალმა ეფექტურობამ. რაც შეეხება დანარჩენ ჯგუფებს, აი რომლებიც დამზადებულია კლასიკური სტანდარტული ტექნოლოგიებით, ეს ეხება მაგალითად დახოცილი ვირუსების შემცველი ვაქცინებია, ან მათი ცალკეული ფრაგმენტები, ეს შეიძლება იყოს როგორც ნახშირწყლოვანი, ისე ცილოვან-წყიმოვანი და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ვარიანტია, აი კორონავირუსზეც ასევე ჩინურ ვაქცინებს რო ვეძახდით, ეს იყო დახოცილ ვირუსებზე დაფუძნებული ვაქცინა, ან არის მაგალითად გამოყოფილი გაწმენდილი ცილა, როგორიც
იყო ერთ-ერთი ვაქცინა, რომელიც სამწუხაროდ ესე ფართოდ არ დაინერგა თვითონ პანდემიის განმავლობაში, თუმცა მსგავსია, მაგალითად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, ის შეიცავს მხოლოდ გაწმენდილ ცილას, საუკეთესო ვაქცინა. პირველ 12 საათში კეთდება სამშობიარო სახლში. კი ბატონო. ისე რომ ძალიან დიდი სპექტრია და აქაც საუბრობთ იმაზე კონკრეტულ შემთხვევაში არის თუ არა რაღაცა წინააღმდეგ ჩვენება, რაც ძალიან მინიმალური არის, ეს არის მაგალითად იგივე მწვავე ინფექციური პროცესი, რომელიც თქვა ტემპერატურის მომატებით, ცხელებით მიმდინარეობს. თუ მასეა და თქვა ბავშვს აქვს ძალიან მაღალი სიცხე და გადავავადეთ. ხო, ეს უსასრულოდ არ უნდა გადავავადეთ. მაქსიმუმი უნდა იყოს ერთკვირიანი ფანჯარა. და გავაგებინოთ მშობელს, რომ როგორც კი ეს ეპიზოდი დასრულდება, ტემპერატურა ნორმალიზდება, მაშინვე მოიყვანოს. აი, აქ არის მთავარი პრობლემა. გადადებენ ხოლმე უსასრულოდ. ყველაზე ცუდი აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ მინდა რომ ყველა მშობელმა გაითვალისწინოს, რომ მინიმუმ პირველი 3 თვის განმავლობაში თერმორეგულაციის ცენტრი არის უმწიფარი და ჩვილის ტემპერატურა შეიძლება პერიოდულად დაფიქსირდებოდეს 37.3, 37 და 40. და ეს როდესაც მოდის განსაკუთრებით კი არ ვერჩი რეგიონებს პირიქით მე ვამაყივარო ზუგდიდელი ვარ ძალიან მიყვარს, მაგრამ რეგიონში ვიგებ ხოლმე რომ 37.3 ქონდა რომ მივიყვანე გაუზომა და ბავშვი არის 60 კალენდარული დღის. ახლა წარმოუდგენელია ყველა თქვენთან განმეცის ამისთვის სტარტდება ეს ამდენი ტრენინგი და დიპლომის შემდგომი განათლება და რა ვიცი პირველად ჯანდაცვა სიუსაიდმა იმდენი პატივისცა რომ ალბათ შემდეგი 30 წელი ვერ ამოვა მისი პატივისცემიდან ვერასოდეს ქართული სამედიცინო საზოგადოება. ეს ჩემს ობიექტური აზრია, საერთოდ არის სუბიექტური და რეალურად ყველამ უნდა ვიცოდეთ რომ როცა პაციენტი კლინიკურად არის ჯანმრთელი და ახალშობილს ტემპერატურა ოფიქსირდება 37.3, 1 მაისურით მეტიც რო იცვას ქაუტნომაია, 1 რომპერით უფრო მეტიც რო იცვას, ამანაც შეიძლება ტემპერატურული რეაქცია გაზარდოს 1 და 2 ხაზით. ამიტომ თუ თქვენი პაციენტი არის კლინიკურად ჯანმრთელი, მას არ აქვს არანაირი ჩივილი, როგორ შეიძლება რომ ამის გამო იქნეს ნათქვამი უარი ვაქცინაციაზე. ძალიან ბევრი ბავშვია მუდმივად ინარჩუნებს ამ ტემპერატურას. არის მაგალითად 5 წლის ვაქცინის დროს მოდის 5 წლის ბავშვი, რომელსაც შეიძლება პროლონგირებული სინუსიტი ქონდეს და პერიოდულად ეს ტემპერატურა სულ ქონდეს 37, 37 და 3. ხა ამ საკში ჩვენ ხო არ ვერევით, იმიტომ რომ გახსნილია ჰაიმორის წიაღები და იმის დრენირება ხდება და ზედმეტს არაფერს არ ვაკეთებთ, ველოდებით რომ ასაკობრივად სანამ დაიხურება ეს არხები, მან ისინი აფიქსირებენ ამ ტემპერატურას პერიოდულად. 37-4 წუთს არსად ეს უკუჩვენება არ არის აღწერილი, ვერც ერთ პროტოკოლს ვერ მოიცავს ამასე ვერ. და ჩვეულებრივი ალერგიული პროცესი ასევე არ არის. შეშუპებაც კი, მე ჩვენ ხო იცით რომ საუკეთესო ალერგოლოგიური სკოლა გვაქვს, მართლა შეგვიძლია ამით ვიტრაბახოთ, იცით რა მიღწევები გვაქვს ალერგოლოგია, იმუნოლოგიის მიმართულებით, იმუნოლოგიას რაც შეეხება, აგერ ბადნიგიაც არის ამის მაგალითი, ხო? კვინკეს შეშუპებაც კი რომ არის, ალგენეროზული შეშუპებების ეპიზოდებიც კი რომ არის ანამნეზში პაციენტის, იმისთვის იმ პაციენტის ვაქცინაცია უნდა გაკეთდეს ისეთ პირობებში, რომელ პირობებსაც აქვს გადაუდებელი სტაციონარი ან შოკის დარბაზი და ესეთი პაციენტი კიდევ უფრო მაღალი რისკია იმისთვის, რომ აუცილებელი რომ და პირისპირ დატოვა ამ მძიმე ინფექციების წინაშე, ამ ინფექციამ შეიძლება უმძიმესი და გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. ამიტომ უმორჩილესი თხოვნა მექნება ყველა ადამიანთან რომ გაითვალისწინოს ეს და თუ თქვენ მაინც ფრთხილობთ, კი ბატონო, პირველადი ჯანდაცვის სკოლიდან გადაინაცვლეთ ისეთ კლინიკებში, რომელიც არის მულტიფუნქციური ხასიათის, აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, აქვს ამისთვის ყველა პირობა, მაგრამ არ დატოვოთ ეს თქვენი შვილები აი ამ მძიმე ინფექციებთან ბრძოლაში, აი ესეთი შიშველი ხე. ვაქცინებზე ლაპარაკისას ვერ გავექცევით და აუცილებლად უნდა გადავიდეთ აი ამ ანტივაქსერულ კამპანიებზე და პრობლემაზე. დასაწყისშივე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ არიან ახირებული ადამიანები, რომლებიც არ აღიარებენ მტკიცებით მედიცინას, არ აღიარებენ მეცნიერებას და უბრალოდ ამოჩემებული აქვთ, რომ ვაქცინა ცუდია და ამის არავითარი რეალური საფუძველი არ აქვთ, მაგრამ სხვათა შორის მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც თვითონ თავისი ოჯახის წევრებს, შვილიშვილს ცრიან და საზოგადოებაში გამოდიან და სხვებს მოუწოდებენ, რომ არაცრან ბავშვები, ეს უკვე ის ხალხია, რომლებიც ანგარებისთვის იყენებს, თავის ნიშის დაკავება უნდა, პოპულარიზაციისთვის იყენებს აი ამ ანტივაქსერულ მესიჯებს, იმიტომ რომ იბავს რაღაც ნაწილს აი ამ ვითომ და ორიგინალური განცხადებებით. აი ეს უკვე საშინლად მავნებლური ნაწილია ადამიანების, არ ვიცი, ზოგჯერ ისეთი განცხადებები კეთდება, რომ ალბათ დასაჯელია, იმიტომ აი რატომ არ არის ეს უფრო უარესი, ვიდრე მაგალითად ფიზიკურად ადამიანს რომ მიაყენო ტრავმა. როდესაც იღებ პასუხისმგებლობას ადამიანს აჯერებ რომ არ აიცრას და ის ადამიანი მომავალში
ხდება ცუდად, ემართება ის დაავადება, ან ლეტალურად მთავრდება, ეს ხომ იმის პასუხისმგებლობაა. უნდა აღინიშნოს, რომ ანტივაქსერული მოძრაობა დაიწყო მაშინვე, როგორც კი პირველი ვაქცინები გაჩნდა, ვაკა ნიშნავს ძროხას და ყვავილის ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოდიოდნენ ძალიან ბევრი, თქვათ, იმდროინდელი სპეციალისტები თუ არა სპეციალისტები და ასე თქვათ აკეთებდნენ წინასწარმეტყველებას, რომ ადამიანებს ამოუვათ რქები, დაიწყებენ ღმუვილს და ასე შემდეგ. პრინციპში თანამედროვე ანტივაქსერები უკვე ახალ ტექნოლოგიებს უტევენ, თუმცა ეს ასე თქვათ მოძრაობა ვიცით რომ უკვე ძალიან დიდი ხნის ისტორიას ითვლის და არც ერთი მათი თქვათ წინასწარმეტყველება არ ასრულებულა იმ სასწაულ თქვათ გართულებებთან ან არის ასევე შეთქმულების თეორიები, რომ ეს სპეციალურად კეთდება ადამიანების ვაქცინაცია, რაღაცა ჩაუნერგონ, სხვა გენეტიკური კოდი და ასე შემდეგ. ეს ყველა სამწუხაროდ არასერიოზული ასე თქვათ წინასწარმეტყველებებია, რომლებიც არასოდეს არ დასტურდება, თუმცა მაინც რაღაცა გარკვეულ სიმპათიას პოულობენ ადამიანთა სხვადასხვა ფენებში და შესაბამისად ძალიან აფერხებს ეს ვაქცინაციის პროცესს და მაგალითად ის ჩავარდნები, რომელიც გვაქვს მაგალითად წითელას ვირუსის გამოწვეული გართულებების თვალსაზრისით დღესდღეობითაც ისევ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ასეთი ტიპის ვაქცინები არის ძალიან ეფექტური და ფაქტიურად ნულამდე დაყავს იგივე წითელა წითურას შემთხვევები, თუ კი ეს ვაქცინაცია ჩატარდება სწორად და მოცვა იქნება მაღალი საზოგადოებაში. წითელაზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ენდრიუ ვეიკფილდი, ადამიანი, რომელმაც ფაქტიურად დედამიწაზე შეცვალა ადამიანების ჯანმრთელობა თავისი ერთი დიდი ტყუილით. ეს იყო დიდი სკანდალი. ბრიტანელი ექიმი, რომელმაც დაბეჭდა სტატია ჟურნალ Lancet-ში ვაქცინების კავშირზე აუტიზმთან. ეს კვლევაც არ იყო 12 ბავშვზე დაფუძნებული რაღაც სტატია და იყო მშობლების მონაყოლზე აგებული. არავითარი კვლევა არ იყო. 12 ბავშვზე, სადმე გინახიათ 12 კაციანი კვლევა, ზოგჯერ ქართულ დისერტაციებს ვაკრიტიკებ ხოლმე, როცა ცოტა ყავთ საკვლევი პირები და 12 არც ერთში არ მინახავს. მე Lancet-ი მოვიდა გონზე და მოიღეს ეს სტატია, მაგრამ ამ სტატიამ მოახერხა ის, რომ ჩააგდო მთელ მსოფლიოში ვაქცინაცია წითელა წითურა ყვაყურაზე. და მივიღეთ ტალღები წითელასი და ამ ტალღებისგან ვერ ამოვდივართ დღემდე. ეხლაც ამერიკაში დაიწყო დიდი ტალღა წითელასი და ევროპაშიც და უკვე ჩვენთანაც დაიწყო და ძალიან მალე მოაღწევს და აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემ ძალიან საპატივცემულო კოლეგას იმხელა სტრესის გადატანა მოუწია, რომ ყავდა ოჯახი, სადაც რამოდენიმე ბავშვი იყო და აი მართლა უზარმაზარი შრომა ქონდა ჩადებული, რომ დაერწმუნებინა ეს ხალხი, რომ ეს ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ ვაქცინირებული. სამწუხაროდ ეს გოგონა ჩვენს რეალობაში, ჩვენს ქართულ მოცემულობაში რამდენიმე თვის წინ დაიღუპა წითელად. და იმის შემდეგ ყველა დანარჩენი შვილი ამ ადამიანებმა მოიყვანეს და აცრეს, მაგრამ რატომ უნდა შეწირვოდა შემდეგი დედმამიშვილების ჯანმრთელობას ამ პატარა გოგონას სიცოცხლე მართლა არ მესმის ოღონდ და ეს მაგალითი, აი როგორ შეიძლება რომ ექიმი ხო ვერ ეტყვი რომ ეს იყოს მაგალითი, ძალიან ცუდი მაგალითია, მაგრამ ხომ ასეთი ფაქტები ხდება და როგორ შეიძლება ეს დაუშვა. 156 პაციენტი იყო, დაახლოებით 1-20 დღის წინ სტატისტიკურად რეგისტრირებული ოფიციალურად, რომ წითელად დაუდასტურდა, აქედან 3-ში მიმდინარეობდა ერთ-ერთ დიდ კლინიკაში, ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობდა თავისი ყველა გართულებით პოლიორგანულით, თავისი მენინგოენცეფალიტით და ყველაფრით 3 ცოტა 156-დან, ნუ აი მართლა მაინტერესებს. წითელას ყველაზე მძიმე ფორმა ის, რომელიც შეუმჩნეველი რჩება აფეთქებების დროს. ეს არის დიდი ხნის მერე, წლების მერე შეიძლება განვითარდეს ეგრეთ წოდებული წითელასმიერი ქვემწვავე პანენცეფალიტი. ეს არის დაავადება, რომელიც 100%-ით ლეტალურად მთავრდება. მძიმესი დაავადება, რომლის კურნალობა არ არსებობს. ანუ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, დღეს გადაგვირჩეს ადამიანი წვავე სიმპტომებს, მაგრამ ეს შედეგი დადგეს წლების მერე და ჩვენ ვერც კი მივხვდეთ რა საბედისწერო შეცდომა დაუშვით აუცრელობის გამო.
ისევ მინდა დაუბრუნდე აი ამ წითელ-წითურა ყურას ვაქცინის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ისევ ამ ვეიქვილდის ამბავი მინდა ბოლომდე მივიტანო, იმიტომ რომ დღემდე ეს ყველგან გვხვდება, რომ წითელა იწვევს აუტიზმს და კიდევ ერთხელ მინდა აუხსნა ყველას, რომ ეს იყო მითი აგორებული, მოგონილი ერთი ადამიანის მიერ 12 ბავშვზე დაფუძნებული, არ ყავდა საკონტროლო ჯგუფი, ხო ყველამ ვიცით, რომ კვლევა რო ტარდება, უნდა არსებობდეს საკონტროლო ჯგუფი. მე ამ ადამიანს შეუჩერდა ლიცენზია და საერთოდ ამოუქეკეს ბევრი ცოდვა, აღმოჩნდა, რომ პედიატრად მუშაობდა და ბავშვებს მაგალითად უტარებდა კოლონოსკოპიას და სხვა სერიოზულ პროცედურებს საერთოდ მშობლების თანხმობის და შეთანხმების გარეშე და უამრავი ბევრი ცოდვა ამოუქეკეს, შეუჩერდა ლიცენზია და ასე შემდეგ, მაგრამ მაშინ ამ სტატიას მოყვა პრესის დიდი გამოხმაურება, მოგეხსენებათ პრესა რომ გადაბეჭდავს ინფორმაციას, ის ხშირად მახინჯდება, აგორდა და ბოლოს ვაქცინის მოცვა დავარდა 40%-მდე ამ ერთი სტატიის გამო და დღემდე ვერ ვიშორებთ ამ წითელას. აქ ლაპარაკი იყო შემდეგზე, მაინც კიდევ ვიცი რომ ხა არგუმენტებს დაიწყებენ წამოყენებას, რომ ვაქცინა შეიცავს ვერცხლის წყალს, მერკური და ის იწვევს აუტიზმს. ეს იყო არგუმენტი. უკვე ყველა პუნქტში არის ტყუილი. პირველი. თიმეროზალი ნივთიერება, რომელიცაც იყო ლაპარაკი, რომელიც გამოიყენება ვაქცინების სტაბილიზაციისთვის, მართლაც შეიცავს ეთილმერკურის და არა მეთილმერკურის, რომელიც თავის ტვინში ილექება და რომელიც საწარმო ნარჩენებში გვხვდება და სამწუხაროდ ოკეანეებში და ეხა თევზებზეა ლაპარაკი, რომ შეიძლება თევზის პროდუქტებში იყოს, უღის პროდუქტებში. ეს ერთი არგუმენტი. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა და ბევრმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ დაადასტურა, რომ თიმეროზალი და აუტიზმი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის, მაინც გადაწყვიტეს და ვაქცინების ტექნოლოგიიდან ამოიღეს ეს ნივთიერება საერთოდ, თუნდაც იმიტომ, რომ მშობლები დამშვიდებული იყვნენ. აუტიზმის შემთხვევები კი არ შემცირდა, წლების მანძილზე ჩვენ ვიცით, რომ ზრდადი სტატისტიკა. 1000-ზე მეტი კვლევა ჩატარდა სხვადასხვა ტიპის, რომელმაც დაადასტურა, რომ ვაქცინებს არავითარი საერთო არ აქვს აუტიზმთან. ეს ჭრდილი ამ ერთი მოგონილი აფერისტის, არ მოვერდები ამ სიტყვას, ვეიქფილდის მოყვება დღემდე, თუმცა როგორც იქნა ევროპაში და ამერიკაში დაძლიეს ეს და რაღაცნაირად იქ თითქოს აღარ ახსენებენ ვაქცინებს და აუტიზმს, მაგრამ ჩვენთან დღემდე ახალი ამბავი ისევ ამაზე არის ლაპარაკი. იმიტომ რომ აქაც მაინც არის იცით რა არის ინტელექტზე არ ვლაპარაკობ, აი რაღაცა ინფორმაციის სწორად ინფორმაციის პრობლემა. მე მაინც მგონია რომ მეტია სამუშაო. მაპატიოს ყველა ვინც ახლა მისმენს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არსებობენ ჩვენი კოლეგები ქაუტომაია, რომლებიც მაგალითად პაპილომავირუსზე და მე აი ამ გადაცემის მერე მინდა რომ ერთი-ორი სიტყვა ბატონიასთან გავუცვალო ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ, რომ მე არ მესმის, როდესაც ჩვენ გაძლევენ შანსს, რომ ყველაზე გავრცელებული სიმსივნის საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო თუნდაც მისი, თუნდაც რაღაცა გალაითებისთვის არსებული ვაქცინა არსებობდეს და ამაზე ასეთი ამბავი ააწყო და კოლეგამ ჩემმა საკმაოდ ბევრმა ცნობილმა ადამიანს უთხრა, რომ იცით რა, თქვენი არჩევანია, მე ჩემ შულს არ ავცრიდი, თქვენ როგორც გინდათ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ეხა ექიმი რომ გეტყვის, რომ იცი მე ჩემ შულს არ ავცრიდი. მე ვამბობ, რომ ჩემი ვაჟი, როცა ვაჟებზე უკვე დაიშვა და ხდებოდა 26 წლის თებერვალში, მე ის მოვიყვანე ნოემბერში, ისე გამეხარდა ზუსტად იმ წლის შემოდგომაზე, გაიზარდა ეს ასაკი 26 წლამდე ბიჭებში, მოვიყვანე და ავცერი, იმიტომ რომ მე არა მარტო მის ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში ვუფრთხილდები, არამედ მისი პარტნიორების, მისი მეუღლის, იმიტომ რომ იმისი მეუღლე იქნება ჩემი შვილიშვილების დედა. სულ ესე მარტივად ჩაუჭეკით, ხალხო, აუცილებელი ხო არ არის, ხომ მეცნიერულად შეხედოთ ამას. ხა განსაკუთრებით დასანანია, როდესაც ესეთი მძიმე დაავადებებისგან იცავს ვაქცინა და ამაზე ვამბობთ უარს და ეს არის ერთ-ერთი სიმსივნე. დავაფიქსიროთ, პაპილომავირუსის ვაქცინა არის ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ. ასეთივეა ბეჰეპატიტის საწინააღმდეგო. კი, რომელიც საბოლოო ჯამში საქმის ბოლოს რო ვიფიქროთ, ბეჰეპატიტის მძიმე ფორმა ღვიძლის კიბოს გამომწვევია. პაპილომავირუსის ვაქცინაზე კი დაგეთანხმები ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კოლეგებიც ეუბნებიან, რომ მაგალითად იწვევს უშვილობას, აქვე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჩატარებულია უზარმაზარი კვლევა 100,000-ობით ადამიანზე, აქვე მინდა დავაკონკრეტო, რომ პაპილომავირუსის ვაქცინა
ვაქცინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან დიდი ხანია და დაიწყო აცრილი თაობა უკვე არის რეპროდუქციული ასაკის. კი, ანუ მათ უკვე ყავთ შვილები და შეადარეს, იმიტომ რომ სხვაგანაც იყო ეს უცნაური რაღაც ჭორები და იქაც ჩატარდა ეს კვლევები, შეადარეს რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ანუ შვილოსნობის უნარი აცრილებსა და არააცრილებს შორის და რა თქმა უნდა, მექანიზმიც არ არსებობს ამისი, არავითარი განსხვავება არ იყო. ამიტომ ეს არის ცალსახა. ისევ ანტივაქსერებს მინდა დავუბრუნდე. ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი პერსონა, ქალბატონი, არ ვიცი სახელდაგვარი უნდა ვახსენო თუ არა, მაგრამ უკვე ფაქტურად ქალბატონი თინა თოფურია, მოდით ვახსენოთ, იმიტომ რომ ადამიანს აქვს გვერდი, აწყობს ღია კონფერენციებს უზარმაზარ საკონფერენციო დარბაზებში, ესწრება ათასობით გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები და ასეულობით და ყავს მსმენელი Facebook-ზე და რეალურად, ავიცი, მისი რჩევები ახლოს არის კრიმინალთან პრაქტიკულად. მინდა გავიხსენო მისი ერთ-ერთი ნათქვამი COVID-ის დროს, მაგალითად, რომ საეკლესიო ზარების რეკვა წმენს ჰაერს კორონავირუსებისგან. აი ამის მთქმელი ადამიანი. ბოლო მისი ერთ-ერთი პოსტი მინდა გავიხსენო, ბოლო არა, ხო რაღაც პერიოდის წინ ის ზოგიერთი ტელევიზია უთმობს მას სამწუხაროდ ეთერს. პაპილომავირუსზე ჯერ ერთი ყოვლად არაჰუმანური და შეურაცხმყოფელი სხვადასხვა პოპულაციური ჯგუფებისთვის რა პოსტი ედო პაპილომავირუსის ვაქცინასთან მიმართებაში. აი შეუძლებელია ჯერ მარტო მინდა ვთხოვო ყველას რომ მის პოსტებს როცა კითხულობთ, აი დაუკვირდით თუნდაც მისი ენა და აკადემიურობა ახლოს არის თუ არა რაიმესთან. ამბობს რომ აკადემიკოსია და აკადემიურობის. მე ამ ქალბატონს პირადად არც ვიცნობ და მის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. უბრალოდ პირდაპირ მინდა ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით რომ ყველა იმ ადამიანს რომელსაც გადააფიქრებინა აცრა და ამ ადამიანებს დაემართათ, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია თუ აცრილი არ ხარ წითელაზე დაგემართება წითელა, თუ აცრილი არ ხარ ყივანახველაზე დაგემართება, ან ძალიან მძიმე დაგემართება არ ხარ აცრილი გრიპზე, შეიძლება პნევმონიით და ჰოსპიტალიზაციით დასრულდეს. ეს ხო ძალიან მარტივი არითმეტიკაა და მე ამას ყოველდღე უყურებ. ჩემი სპეციალობაა. ეს ხომ არის ამ ადამიანის კისერზე ეს პასუხისმგებლობა, იმ ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება, ვისაც გადააფიქრებინა აცრა. ბავშვებს ცოტა ხანი თავი დავანებოთ. მოზრდილები ავიღოთ. უამრავ მოზრდილს ჭირდება სხვადასხვა ვაქცინა. აი მაგალითად ეხლა B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაა. სულ მოვთქვამდით და ვჩიოდით რომ ხალხი არ იცრება B ჰეპატიტზე. მაგრამ ამას თავისი არგუმენტი ქონდა, არ იყო უფასო ვაქცინა, ხო? ეხლა არის უფასო ვაქცინა. ძალიან დაბალია მოსახლეობის აქტივობა. არა და ადამიანებო, ეს არის სრულიად უსაფრთხო ვაქცინა, უფასო და იცავს B ჰეპატიტისგან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი და კიბო და ესეთი უამრავი ადამიანი მყავს ციროზით, კიბოთი, გარდაცვლილებით, რომლებზეც კიდევ იმეორო რო დავიწყებ ფიქრს, რომ აი ეს მარტივი ჩხვლეტა ამ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნებ და საშინელი შეგრძნება მაქვს. და კიდე მეორე ვირუსი შეგახსენებთ, D ჰეპატიტის ვირუსი, რომელიც 70%-ზე მეტ შემთხვევაში ახალგაზრდა ასაკში იწვევს ღვიძლის დეკომპენსირებულ ციროზს და კიბოს. ამისგანაც იცავს B ჰეპატიტის ვაქცინა. არ ვიცი რომელი ერთი მაგალითი ჩამოვთვალო, ალბათ ერთი შეხვედრა ამას არ ეყოფა. ქალბატონ ლალი, თქვენც გთხოვდით რომ ანტივაქსერებზე კიდევ კომენტარი გაკეთებინათ, ბოლოსკენ მივდივარ. ძალიან დიდი მადლობა რომ ამით ჩემთან გადმოდიხართ, იმიტომ რომ მე მესმის თქვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ მოზრდილ ადამიანებს რომელთაც შეიძლება ქონდეთ ქრონიკული დაავადებები, მაგალითად თუნდაც ბრონქული ასთმის მატარებელი ადამიანები, რომლებსაც ეუბნებიან რომ არაფერზე არ უნდა იყონ ნაცრილები, აუტოიმუნური დაავადების მქონე ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი მოზრდილი, რომელსაც პირდაპირ ღიად უქმნის ეს ადამიანის საფრთხეს, ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ძალიან კარგად გაიდგა უკვე ფესვები, ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელში არსებულ დედების ჯგუფში, დედების კლუბი, რა ბევრი არის ესეთი უკვე შექმნილი პლატფორმა, რომელშიც ეს ქალბატონი თავისი მრევლით ხშირად შემოიქროლებს ხოლმე და თუ რამე თქვი, რომ ეს არის საჭირო და აუცილებელი იწყება მაშინვე და ყველა ამ ადამიანის გვერდზე რომ გადადიხარ, იქ უკვე არის თინა თოფურიას უზარმაზარი გამოსვლები, მისი ლექციები და ამ შემდეგ უკვე იცი რა ტიპის ადამიანები არიან, ან ბექავარდოსანიძე კიდევ. შესაბამისად, ეს რეალური ადამიანები არიან. ჩვენ ხო არის რომ ეხა სამწუხაროდ გავრცელებული პრაქტიკაა, ვიღაცა ტროლია, ვიღაცა ბოტი. არა, ეს ადამიანები არსებობენ. ეს ადამიანები არა მარტო თავის ოჯახის წევრებს და თქვენ შემთხვევაში სწორი თქვით, რომ ზოგი თავის საკუთარ ოჯახის წევრს ცრის, მაგრამ რაღაც ინტერესის გამო მსხვერპლს ურჩევს, რომ ისინი არ იყონ ნაცრილები და შემდეგ უამრავი ევროპიდან მოძღვრავს, აბა იყავი ევროპაში აუცრელი, ან სკოლაში, ან ბაღში თუ ვინმე ცხვირი შეგაყოფინოს. ამაზე არავინ არ ფიქრობს. აბა გადადი ამერიკაში ისე რომ არ იყო ვაქცინირებული
ვაქცინირებული, ხო, ჩვენი სტუდენტები და მე ტუბერკულოზში ვიმუშავე 17 წლის განმავლობაში და სანამ ეხლა გაქრა რამდენიმე წელია, 1-2 წელია ალბათ უკვე წელზე მეტი მანტუს ინჯითორემ, კვანტიფერონ ოქროს წესით აბა არ გაიკეთო და არ წაიღო საბუთი, ვინ შეგიშვებს უნივერსიტეტში. ადამიანი, როცა ხარ იმ ქვეყნის წარმომადგენელი, ქალბატონ თინას მივმართავ და მის მრევლს, რომელი ქვეყანაც 27 ქვეყანაში იყო ტუბერკულოზის მძიმე რისკით. აი წარმოიდგინე და ტუბერკულოზით დავადებულ ადამიანს შენ ეუბნები რომ გრიპზე არ იყოს ვაქცინირებული ამ თავის გაუბედურებული ფილტვის ქსოვილით დამატებით დაცვას ათქმევინებ უარს რომ გრიპზე არ იყოს ვაქცინირებული რომ მისი მდგომარეობა არ გაართულოს სეზონურმა გრიპმა მინიმუმ გრიპზე ვილაპარაკო დანარჩენზე არ მაქვს ლაპარაკი საერთოდ რაზე ვილაპარაკობ ზოგადად პირდაპირ კრიმინალზე ვილაპარაკობ ეხლა ძალიან შემოჭრილები არიან ბავშვთა ასაკშიც ნუ წითელაზე აღარ გავაგზელებ ქალბატონმა მაიამ იმდენად სუსტად და დეტალებში მოიყვანა ვამბობ რომ ამბატონი სტატიის გავლენა იყო მერე რომ ტრამპმა თავის პირველი პრეზიდენტობის დროს ეს ტვიტზე დაწერა და მაშინ ატყდა ერთი ამბავი რომ ამერიკის პრეზიდენტმაც კი დაწერა ვითომ ყველაფერი ესმოდეს ამ პრეზიდენტს ჩვენს ქვეყანაში ეს მოძრაობა შემთხვევით ხომ არ დაემთხვა იმას რომ როცა კოვიდ ვაქცინებზე ესეთი მდგომარეობა იყო ქვეყნის მაშინდელი პრემიერი გამოვიდა და თქვა რომ სულაც არ არის ვაქცინირებული მაგრამ ამისი არ ეშინია და არც არაფერი არ დაიშავებია ხო შესანიშნავად გრძნობს თავს ეს უკვე იყო ასე ვთქვათ რაღაცა გამშვები მექანიზმი იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებულიყვნენ ეს ჯგუფები იმიტომ რომ აქ უკვე იყო დაუსჯელობის სინდრომი ადამიანი ღიად ეუბნება და აუცილებლად უნდა გაუსვა მოხდა ეხლა ხან ესეთი მძიმე ფაქტი რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობითო ერთ-ერთი მამის ინტერვიუ დაიდო სოციალურ ქსელში მოვახდინეო ჩემი შვილის დიაგნოსტირებაო რომ მას ჰქონდაო ცისტური ფიბროზიო აქვე აუცილებლად უნდა გითხრათ რომ ცისტური ფიბროზი ეხლა აღარ გავაგზელებ ამას ეს არის მუკოვისციდოზით ცნობილი დაავადება ესე უფრო ასეთ იცნობენ ადამიანები რიგითი ექიმებს არ გულისხმობ რა თქმა უნდა და ამაზე კეთდება სკრინინგი ამას მაინც მივახციეთ სამშობიარო სახლებში რომ 6 ძირითად გენეტიკურ დაავადებაზე სკრინინგი კეთდება და მათ შორის არის ეს არც ერთი ექიმი არ არის ვალდებული დამერწმუნოთ ქალბატონო მაირო პირველად როცა ჩემოდის პირველადი ბრონქიოლიტი პირველი ეჭვი ამაზე მიიტანოს როცა ბავშვი არის გაჩენილი ქართ საქართველოს სამშობიარო სახლში და ხელში უჭირავს საბუთი რომ მას არ აქვს ცისტური ფიბროზი თუ ის ხანგრძლივდება რა თქმა უნდა მე უკვე იწყება სპეციფიური კვლევები და კეთდება ეს გენეტიკური ტესტი როგორც არის საჭირო და როგორც უნდა იყოს ამაზე პასუხად წამოვიდა ქალბატონი თინას და მისი მრევლის უზარმაზარი არის ასევე ქალბატონი მაუგლის დამფუძნებელი ქალბატონი ქეთინო რომლებმაც დაიწყეს რომ აბა ეს იმიტომ აქვს რომ ალბათ ეს დედა ან მამა სანამ ეს ბავშვი გაჩნდებოდაო კოვიდზე იყვნენ აცრილები წარმოუდგენელი ამბავი ანუ ყველაფერს უკვე ვაბამთ ვაქცინას ხალხო დავიღუპებით ესე თუ გავაგრძელეთ ცოტა ხანში არაფერი გარეშემტერიც არ დაგჭირდება ჩვენ თვითონ შევუწყობთ ხელს რომ ეს ბავშვები რომელთა ცხოვრებაში უკვე შემეჭრა რაღაც მაუგლის მეთოდი რომელიც ამბობს რომ მისი 3 თვის ბავშვი დედას და მამას იძახის ნუ რომ რაც არანაირ ლოგიკაში არანაირი ფსიქომოტორული სფეროს განვითარებების ეტაპებში არაფერში არ შედის იმიტომ რომ არ არის ვაქცინირებულიო და ესე ვაკაშეფო და ამ ეს ბავშვიო 3 თვის ასაკშიო მამა და დედა დაიწყო წარმოუდგენელია რა ეს ასეთი ბნელი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება ის არგუმენტები რომელიც მოყავთ ერთ-ერთი აი ესეთი საკითხიც არის რომელსაც ანტივაქსერები აყენებენ რომ აი მაგალითად ზოგიერთი ვაქცინა არ იცავს იმისგან დაინფიცირებისგან რა გარკვეულ პროცენტში და მაინც ემართება ხო მიუხედავად ვაქცინაციისა მაინც დაემართება ხო დღესაც ვახსენებთ კიდე ერთხელ გავიმეორებ ვინც საფუძვლები მაინც იცის იმუნოლოგიის ყველა მიცის რომ იმ დროს, როდესაც ვახდენთ ვაქცინაციას ადამიანს, ამით ჩვენ ვახდენთ ტრენირებას ჩვენი იმუნური სისტემის. ის გაცილებით უფრო სწრაფად რეაგირებს შეჭრილ ბაქტერიაზე, ვინც ვაქცინირებულია მათი ორგანიზმი და შესაბამისად ხდება ადრეულ ეტაპზე დადგუნვა თვითონ გამომწვევის, რომელიც ვერ აღწევს დამაზიანებელ რაოდენობას ჩვენს ორგანიზმში. ეს არის და იმუნური პასუხის გაძლიერებაში გეხმარება, რომ სწრაფად დაუბრუნოს. ეს არის პირველი გვერდი იმუნოლოგიისა, შესავალი იმუნოლოგიაში, თუ კი ეს არ იცი, მაშინ მთელი ის რაღაცა გარკვეული თუ გაურკვეველი მსჯელობები ნამდვილად აზრს კარგავს, აი ვერც კი ასე თქვათ მოახდენ შედავებას, როდესაც აი ესეთი ფუნდამენტურ საკითხებში ხდება ესეთი არაკომპეტენტური მსჯელობა. აი ძალიან ძნელია ჩვენთვისაც ებრძოლო იმას, ისეთ ძალას, რომელიც ეფუძნება უმეცრებას. აი ძალიან ძნელი.
აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს არ შემიძლია რო არ ვთქვა, რომ ეს ადამიანები ბატონგი არიან ძალიან აგრესიულები. მე ერთ-ერთ რეგიონში სტუმრობის კი, ამ პოსტის ქვეშაც წამოვაწყეულა მიწაში ჩადება. მე ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში სტუმრობის დროს ზუსტად წინა პერიოდში მქონდა ესე ვთქვათ ფარიკაობა ამ ადამიანებთან და ერთდროულად აი ამ კლინიკის გვერდს შეესია დაახლოებით 100-მდე ადამიანი, რომელიც ცდილობდა რომ დაეგდოდა კლინიკის იმიჯი, ეთქვა რომ ჩამოყავთ ექიმი, რომელიც არის ფაშისტი, სისხლის მსმელი, იმდენი ადამიანის სიკუთ ბავშვის უბედურებად გასმის უკან, ვაქსერი, ფაშისტი და რა ვიცი, ფაუჩის მოსყიდული მონა და ასე შემდეგ. აი იმდენად აგრესიულები არიან, რომ ძალიან დიდი ძლიერი ნერვული სისტემა გჭირდება, რომ თავი აიყვანო ხელში, რაღაცნაირად ახლა ცოტა მოვემზადოთ, რომ ამ პოდკასტის ქვეშ იგივე იქნება. გადაცემა დამთავრდება თუ არა, უამრავ კითხვაზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. მე მაგალითად მეუბნები, რომ ღიად საჯარო სივრცეში, პირად სივრცეში შემოდიან უკვე მე ეს ადამიანები, გლანძღავენ, დაგწყევლიან, მე გბლოკავენ. ანუ რეალურად ვიღაც პასუხობ მე, მაგრამ მთელი არზები მაქვს, შემიძლია რომ მე ფოტოების სახით გაგართოთ ამით, ვინახავ ხოლმე ამ ადამიანების სკრინებს, იმიტომ არა რომ მინდა რომ მათ მე რამე შეემთხვეთ ამის გამო და მე ვუთხრა რომ აი მე შე რო გეუბნები ეს ჩემი სტილი ნამდვილად არ არის, მაგრამ იმაზე კი ნამდვილად უნდა აგონ პასუხი სხვას რასაც დაუშავებენ. ქალბატონი თინას წყალობით რამდენი ადამიანის დარჩება აუცრელი, რამდენი ადამიანის შვილს არ აცრის, ყველა მათგანმა უნდა ჩაინიშნოს ეს ყველაფერი და კონკრეტულად მას უნდა მიადგნენ პასუხზე. აი მაშინ მიხვდება რა ნაწილში უნდა ჩაერიოს, რა ნაწილში არა, იმიტომ რომ ეს ამით არ სრულდება ქალბატონო მაია. ამას ეწყობა მე მთელი ამ გვერდებს რო გადახედოთ, ამაზეა მე აწყობილი ეს სასაცილო ორგანოების გადანერგვის ამბავი, სულუგუნებში გახოვილი რო გაქონდათ გული ქუთაისის აეროპორტიდან და რაღაც საოცრებებს წაიკითხავთ და სამარცხვინოა დარბაზს რო გადახედოთ, იქ იმდენი ექიმი ზის. ეს არის ქალბატონ თინას აქვს კონკრეტული აჯენდა, ასე ვთქვათ, განრიგი მინდა უთხრა მის მიმდევრებს, ის ყიდის თავის ჰომეოპათიურ წამლებს და კოვიდის დროს მაგალითად ქონდა კოვიდის მალამო მაზი. მასზე ძახდა თქვენ მალამო. კოვიდის მალამო როგორ თუ ადამიანს ვთქვათ 33-100 ნასწავლი აქვს სკოლაში, ალბათ ყველა მიხვდება რომ კოვიდის მალამო თავისთავად უკვე არის აბსურდი, მაგრამ საკმაო გაყიდვები ექნებოდა მგონია და ანუ ეს ყველაფერი მისი მოძღვრება დადის ანგარებამდე რომ გაყიდოს რაღაც თავისი პროდუქტი. ეს არის და ეს. ძალიან დიდი მადლობა სამივე ჩვენგანს და ეს ამოუწურავი თემაა და გამძლეობა. ამაზე ალბათ არ ვიცი, უსასრულოდ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეს ვფიქრობ, რომ აი ძირითადად შევეხეთ ქალბატონი კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კიდევ ბევრჯერ შევიკრიბებით, თქვენც ჩამოგართმევთ პირობას, რომ სხვა დროსაც შემოგვიერთდებით და გამოიწერეთ ჩვენი YouTube გვერდი, ჯანმრთელობის მატრიცა და ყოველ ორ შაბათს 7 საათზე დაგველოდეთ. დიდი მადლობა.